მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრმა მარსის ვულკან არსია მონსს უიშვიათესი კადრი გადაუღო. NASA-ს თანამგზავრმა ოდისეიმ გადაიღო, როგორ არის ამომართული უზარმაზარი ეკვატორული ვულკანი წყლის ყინულის დილის ღრუბლებიდან. წელიწადის ამ დროს, როდესაც წითელი პლანეტა თავის ოდნავ ელიფსურ ორბიტაზე მზისგან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება. ეს მოვლენა მარსისთვის ჩვეულებრივი ამბავია. არსია მონსი მიეკუთვნება ვულკანურ კომპლექსს, რომელსაც თარსისის მთებს უწოდებენ. შედგება ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მდებარე სამი ფარისებრი ვულკანისგან. მარსის თარსისის რეგიონში. არსია მონსი სამიდან უმაღლესი მწვერვალია და მისი სიმაღლე დაახლოებით 20 კილომეტრია. ეს მთა დრამატულად მაღალია დედამიწის ნებისმიერ მთაზე. ჩვენთან ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტი 8.85 კილომეტრის სიმაღლისაა. უმაღლესი მთა მაუნა კეა კი ოკეანის ფსკერიდან 9 კილომეტრ სიმაღლეზეა ამომართული. ამას გარდა არსია მონსი მოცულობით 30-ჯერ აღემატება დედამიწის უდიდეს ვულკან მაუნა ლოას, მაგრამ ამის მიუხედავად მარსის უდიდესი ვულკანი მაინც არაა. მეცნიერთა აზრით, ის მილიარდობით წლის განმავლობაში იყო აქტიური. პიკს კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ მიაღწია. თანამგზავრი ოდისეი თავისი კამერებით ძირითადად მარსის ზედაპირს უყურებს. ახალი პანორამის გადასაღებად ის 90 გრადუსით შებრუნდა და კამერები ჰორიზონტისკენ მიმართა. ეს კუთხე ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა. მეცნიერებმა ღრუბლების შრეები მარსის ცაში დაინახეს, რაც მათ ატმოსფერული დინამიკის პროცესების უკეთესად შესწავლის საშუალებას აძლევს. რამდენიმე წლის წინ ეს ფენომენი ზედაპირიდან გადაიღო მავალმა კურიოსიტიმ. თანამგზავრ ოდისეის ახალი პანორამა ამ შთამბეჭ და მხედს ზემოდან გვთავაზობს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.